2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც ერთი კვირა რჩება. ნიუ-იორკში, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქია, ბიზნესები და რესტორნები ათასობით გულშემატკივარის მისაღებად ემზადებიან. ნიუ-იორკის ცენტრში Times Square-ზე მდებარე ერთ-ერთ საფეხბურთო მაღაზიაში, Pele Soccer-ში, ჩემპიონატისთვის საფეხბურთო მაისურების მარაგი გააორმაგეს, რადგან მსოფლიოს წამყვანი ფეხბურთელების მაისურებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოთხოვნა ძირითადად ყველაზე პოპულარული ფეხბურთელების მაისურებზეა, მაგალითად არგენტინის მაისურებზე მესის სახელიდან გამოსახულებით, ასევე რონალდუს პორტუგალიის ნაკრებისა და საფრანგეთის მბაპეს მაისურებზე. შემდეგ მოდის სპეციალური მოდელები, მაგალითად ბრაზილიისა და ჯორდანის კოლაბორაციით დამზადებული მაისურები. სამწუხაროდ იამაიკა მსოფლიოზე ვერ გავიდა, მაგრამ იამაიკის მაისურებს სპეციფიკური დიზაინი ჰქონდათ, რომელზეც ბობ მარლის ოჯახის წევრებმა იმუშავეს. ყველა ასეთი განსაკუთრებული მაისური ძალიან სწრაფად იყიდება. ნიუ-იორკის ასობით რესტორანმა სპეციალური $26 მენიუები შეიმუშავა. ინიციატივა ნიუ-იორკის მერმა ზოჰრან მამდანიმ წამოიწყო, რათა ჩემპიონატის განმავლობაში ადგილობრივ და ჩამოსულ გულშემატკივრებს საკვების შეძენა ხელმისაწვდომ ფასად შეეძლო. ნიუ-იორკის ხუთივე ადმინისტრაციულ ერთეულში ყველა რესტორანს, რომლებიც ინიციატივას შეუერთდნენ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილი სპეციალური ჭიქები ექნებათ. ერთ-ერთი რესტორანი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის $26 მენიუ შეადგინა, გულშემატკივრებს ქათმის ფრთების ტრადიციულ სეტსა და კოქტეილს თავაზობს. ქათმის ფრთები აქ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. ისინი აქ ხეზე იბოლება. სპეციალურ соуს კი ჩვენ ნულიდან ვამზადებთ. ამერიკული თუ ევროპული ფეხბურთის ყურებისას მომხმარებელი ყველაზე ხშირად სწორედ ამას უკვეთავს. ასევე ძალიან ბევრ Texas two-step-ის კოქტეილს ვყიდით. ამორის ერთად შეთავაზება სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ. ფიქრობ, ნიუ-იორკში დღეს კარგი ზომის კერძისა და დიდი სასმელისთვის $26 ხელსაყრელი ფასია. ყველაფერი ძალიან გაძვირდა, სადაც არ უნდა იყო ყველა მიცის რა ხდება მსოფლიოში საკვების ფასებთან დაკავშირებით. ასევე ეს ჩვენთვის შესაძლებლობაა სხვა რესტორნებთან ერთად ვაჩვენოთ ჩვენი საქმე. ნიუ-იორკში შესანიშნავი რესტორნებია, ამიტომ ეს ინიციატივა მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას სხვადასხვა სახის საჭმელი დააგემოვნონ და ფული სხვა აქტივობებისთვისაც დარჩეთ. ნიუ-იორკის ხელისუფლებამ 4 მაისს დამატებითი სამართალდამცავი ძალების განთავსების გეგმის შესახებ გამოაცხადა. გეგმის ფარგლებში ძირითად სატრანზიტო კვანძებსა და სხვა სპეციალური ღონისძიებების ადგილებში პატრულირება გაძლიერდება. ნიუ-იორკის სატრანსპორტო დეპარტამენტმა კი სპეციალური გაფრთხილების სისტემა შეიმუშავა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის იმ ყველა მატჩზეა გათვლილი, რომლებიც ქალაქში მდებარე სტადიონებზე გაიმართება. ამ დღეებში მოსალოდნელი საცობების გამო ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს სახლიდან იმუშაონ.